აზიური ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები მიმდინარე მომენტისთვის აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. მოცემული მომენტისთვის დამუშავებულია დაახლოებით 125,000 ჰექტარამდე ფართობი. ფართობები მუშავდება თერმული ნისლით და ცივი შესხურების ტექნოლოგიის გამოყენებით. თერმული ნისლით მუშავდება სოფლის ტერიტორიები, ხოლო ცივი შესხურებით მუშავდება ტყისპირები და სიმინდის მასივები. ასევე ამასთან მინდა ვთქვა, მოიზრდა და გაანადგურეს სადგურების მეთოდის გამოყენება, რომელიც აპრობირებულია ამერიკულ შეერთებულ შტატებსა და წამყვან ქვეყნებში, რომელიც ასევე ნაკლებ ზიანს აყენებს, ესე ვთქვათ, გარემოს. ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ მოიზრდა და გაანადგურეს სადგურის მეთოდის გამოყენება გულისხმობს იმას, რომ მცენარეები, სადაც სადგურები შერჩეულია, არის არათაფლოვანი ხეები, უნაყოფო ხეები, უყვავილო ხეები, რასთანაც ფუტკარს შეხება არ აქვს, რასთანაც ფუტკარი არ მუშაობს. ასევე ყველა, ესე ვთქვათ, მოიზრდა და გაანადგურეს სადგურების განთავსება ხორციელდება მეფუტკრე ფერმერებთან შეთანხმებით და კოორდინირებით. თვისებებიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, მავნებელი აქტიურდება ადრეული გაზაფხულის პერიოდიდან დამოკიდებული ამინდის ტემპერატურაზე, როგორც კი ამინდის ტემპერატურა უკვე 18 გრადუსი და მაღლა მიდის, მავნებელი გამოსვლას იწყებს, ესე ვთქვათ, იმ გადარჩენილი ადგილებიდან, იმ თავშესაფრებიდან, სადაც ის გვიანი შემოდგომის პერიოდში, შემოდგომის შუა პერიოდიდან გვიან პერიოდამდე ის ცდილობს, რომ ესე ვთქვათ, თავშესაფარი მოძებნოს და თავი გადაერჩინოს, ძირითადად სახლებში, ესე ვთქვათ, შენობებში, მიტოვებულ ადგილებში, შენობებში და მშრალ ადგილებში, სადაც ის შეძლებს გამოზამთრებას. გამოზამთრებული მავნებელი, ესე ვთქვათ, გამოსვლას იწყებს გაზაფხულის პერიოდიდან, როცა ამინდის ტემპერატურა 18 გრადუსზე მაღლა საშუალოდ, ესე ვთქვათ, უკვე არის. ყველა საველე სამუშაოები გამომდინარეობს მონიტორინგ დაკვირვებიდან, მონიტორინგის შედეგებიდან, რომელიც, ესე ვთქვათ, რაზე დაყრდნობითაც იგეგმება და შემდეგ ხორციელდება სწავლობითი ღონისძიებები. ყველა ეს ღონისძიება მონიტორინგის შედეგებით დაწყებული დაგეგმა და განხორციელება ამ სამუშაოების შეთანხმებულია ადგილობრივ თვითმმართველობებთან, ადგილობრივ მერის წარმომადგენლებთან და ასე შემდეგ მათ თანამშრომლებთან. ადგილობრივი თვითმმართველობები ყველა პროცესში, ყველა ეტაპზე მეორებ ჩართულები არიან ყველა სამუშაოებში, როგორც დაგეგმვის პროცესში, თავიდანვე ერთმანეთს უთანხმებთ, როგორი ტიპის დაგეგმა იქნება და შემდეგ განხორციელება და შემდეგ განხორციელების პროცესშიც თანამშრომლობით ვასრულებთ ყველა წამლობით ღონისძიებას. სურსათის ეროვნული სააგენტო ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად ატარებს სამუშაოებს. ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ღონისძიებები შესაბამისი, ესე ვთქვათ, რეგიონის ჯგუფების ხელმძღვანელობით. აზიური ფაროსანა დაახლოებით აზიური ფაროსანასთან ბრძოლას რუსეთის ეროვნული სააგენტო დაიწყო დაახლოებით 2016 წლიდან აქტიურად დღემდე ხორციელდება, ესე ვთქვათ, წამლობითი ხასიათის სამუშაოები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ. რაც შეეხება შეკითხვას იმას, რომ რამდენად, ესე ვთქვათ, მოიკლო რაოდენობა აზიური ფაროსანის. კი, ნამდვილად დაგიდასტურებთ იმას, რომ წელს, რასაც ჩემი პრაქტიკებიდან გამომდინარე, ჩვენი თანამშრომლობის პრაქტიკებიდან გამომდინარე, რასაც მოსახლეობასთან ხვდებით, ვსაუბრობთ, ესე ვთქვათ, პრობლემებზე, ვღებულობთ მათგან სიგნალებს, სად არის პრობლემები, სად არის კრიზისული მომენტები, ესე ვთქვათ, რაოდენობასთან დაკავშირებით. ნამდვილად შემიძლიათ გითხრათ, რომ ამ წლების განმავლობაში გატარებული ღონისძიებების შედეგად აზიური ფაროსანას რაოდენობის, ესე ვთქვათ, მაჩვენებელი არის შემცირებული და ტრენდი, ესე ვთქვათ, დაღმავალია, კლებადია და ნამდვილად ეს ხასიათი აქვს იმის შედეგად, რომ სახელმწიფო აქტიურ რეჟიმში ახორციელებს წამლობით ღონისძიებებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირების სისტემა, რომელიც დანერგილია ჩვენს მართვის ცენტრში. მოსახლეობას ღონისძიებამდე ეგზავნება SMS შეტყობინებები დაგეგმილი ღონისძიების შესახებ. ასევე მოსახლეობას თავადაც შეუძლია შევიდეს ვებგვერდზე ფაროსანა.g და თავად ნახოს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი. ამასთან ერთად მოსახლეობასთან გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია, ესე ვთქვათ, სოფლებში ვიზუალური დათვალიერების პროცესში. გვაქვს ასევე სამინისტროს ცხელხაზზე 15:0-ზე შემოსული სიგნალებით ვღებულობთ ინფორმაციას და ასევე ჯგუფის უფროსებთან შემოსული ზარების და სიგნალების საფუძველზე ვახდენთ რეაგირებას და ვეცნობით საჭიროებებსა და კრიზისულ მომენტებს, თუ კი სადმე არის რაიმე, ესე ვთქვათ, მავნე ორგანიზმის კერები და საჭიროა თუ არა ჩარევა და ღონისძიებების გატარება. ფერმერებსა და მოსახლეობას ვურჩევდი და მოუწოდებდი, რომ ერთად ვებრძოლოთ ყველა აზიურ ფაროსანას. სახელმწიფო წლების განმავლობაში ატარებს წამლობით ღონისძიებებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, მაგრამ
საკარმიდამო ნაკვეთებში, სადაც სრულიად ეროვნული სააგენტოს სპეცტექნიკა ესე ინდივიდუალურად ვერ ახერხებს სამუშაოებს, ყველა ფერმერს, ყველა მოსახლეს მოუწოდებ, რომ თავად ინდივიდუალურად განახორციელონ საკუთარ საკარმიდამოებში, მცირე ბაღებში წამლობითი ღონისძიებები, მაშინ, როდესაც ამის საჭიროება ექნებათ, ხოლო პრეპარატები გამოიყენონ მხოლოდ სპეციალისტების მიერ რეკომენდირებული, ესე ვთქვათ, საშუალებები და მათთან ერთად დაგეგმილი სქემით განახორციელონ წამლობითი ღონისძიებები. ასევე ამასთან ერთად წამლობითი ღონისძიებების განხორციელებისას მოუწოდებდი და მნიშვნელოვანია მოსახლეობას, რომ გამოიყენონ უსაფრთხოების, ესე ვთქვათ, აღჭურვილობის საშუალებები, ვგულისხმობ თვალის დაცვას სათვალის საშუალებით, სასუნთქი ორგანოების დაცვას, ესე ვთქვათ, რესპირატორების გამოყენებით, თუნდაც რეზინის ხელთათმანების გამოყენებას და წყალგამუტარი კომბინეზონის გამოყენებას, რომ არ მოხდეს პრეპარატის, ესე ვთქვათ, ადამიანთან კონტაქტი. აზიური ფაროსანა თავისი ბუნებრივი თვისებებითა და მახასიათებლებით საკმაოდ სერიოზულ გამოწვევებსა და პრობლემას ქმნის ჩვენი ქვეყნის აგროსექტორის მიმართულებით. იგი აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას, რაც საქართველოში, ესე ვთქვათ, იწარმოება მოსახლე ფერმერების მხრიდან. ასევე დავამატებ, რომ აღნიშნული მავნებელი გამრავლების საკმაოდ მაღალი კოეფიციენტით ხასიათდება, რასაც აუცილებლად ესაჭიროება საწინააღმდეგო წამლობითი ღონისძიებები, რასაც სურსათ ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან დღემდე აქტიურ რეჟიმში ახორციელებს. თუმცა მოსახლეობას მინდა მოუწოდო, რომ ყველამ ერთად ერთიანი ჩართულობით, ერთიანი ძალისხმევით ვებრძოლოთ აღნიშნულ მავნებელს და მაქსიმალურად დავიცვათ სასოფლო-სამეურნეო კულტურები დაზიანებისაგან.